მურმან დუმბაძის ბიურო თანხებს არამიზნობრივად ხარჯავს განცხადება სოციალური ქსელის საშუალებით მერაბ ღოღობერიძემ გაავრცელა. არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი გავრცელებულ განცხადებაში საუბრობს იმ 5,000 ლარის არამიზნობრივ ხარჯვაზე, რომელსაც საქართველოს პარლამენტი ყოველთვიურად მაჟორიტარების ბიუროსთვის გამოყოფს და ამდენივე თანხაზე, რომელიც ქვეყნის საკანონმდებლო ორგანომ ერთჯერადად გამოყო. წლის დასაწყისში პარლამენტის მიერ მიღებული ახალი დადგენილებით დასახელებული თანხით ბიურომ საოფისე ხარჯები უნდა დაფაროს. ბათუმის მუნიციპალიტეტში მურმან დუმბაძის ბიუროს ხელმძღვანელი ამბობს, რომ ყოველთვიურად მიღებული 5,000 ლარით ისინი ხელფასისა და საწვავის ხარჯს ფარავენ. რაც შეეხება ერთჯერადად გამოყოფილ თანხას, ზურა პატარაი ამბობს, რომ თანხას პარლამენტი განკარგავს, საჭირო ინვენტარის ჩამონათვალი საკანონმდებლო ორგანოს თებერვალში გაეგზავნება. ტენდერი კი ჯერ არ გამართულა. დეტალებს მომდევნო გამოშვებაში შემოგთავაზებთ. პარლამენტიდან მოთხოვნილი იყო 5,000 ლარის ფარგლებში თუ რა ინვენტარი ჭირდება ბიუროს, რომ ფუნქციონირება ნორმალურად განახორციელოს. ამისი ჩამონათვალი გადაუგზავნეთ პარლამენტს და ალბათ შეიძენს პარლამენტი და მოგცემს ინვენტარს. ჯერ არ შეძენილა და შესაბამისად თანხაზე არ არის დახარჯული.